ავტოსტოპი. მოიცე ხა ავტოსტოპზე რომ ვიღაცა მომკლას ან გამარჯობა, მე აჩი ვარ და დღეს მივდივარ თბილისიდან სადმე? სადაც ავტოსტოპის ღმერთი წამიყვანს ან ის ხალხი ვინც გამიჩერებს. მაქვს სამი დამკოლება. პირველი ეს არის ის რომ ფული არ მაქვს. მეორე არის ის რომ არ მაქვს საკვები და ვარ იმ ადამიანების იმედზე ვინც გამიჩერებს და მესამე და მთავარი ეს არის დღეს ავტოსტოპზე მივდივარ თოვლის ბაბუის ფორმით, რაც არის ჩემი მესამე და მთავარი დამკოლება. ალბათ გაინტერესებს რატომ მივდივარ თოვლის ბაბუის ფორმით ავტოსტოპზე. რეალურად 16 წლიდან დავდივარ ავტოსტოპზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. და დღეს უკვე 27 წლის ვარ. 27 წლის ვარ. ხო და გადავწყვიტე რომ წელსადღაც ახალი წელი მოდის. მე თვითონ გავუკეთე საჩუქარი იმ ადამიანებს, მოიცა ხურჯინი მინდა. აი ამაში მაქვს საჩუქრები და ვინც გამიჩერებს თემატიკიდან გავინდარე მიცემ იმ საჩუქარს, რომელიც მას ენდომება. და ამაში რადოს ნენელა ვიდეოს განმავლობაში გაიგებთ. ხო და რადგან უკვე 27 წლის ვარ, ბევრი აღარ მაწვალოთ, გამომიწერეთ გთხოვთ რომ სანამ მე ხა კიდე რავი. ამეხმარეთ რა მოგეთ. ჯიგრულად, მეგობრულად. გამომიწერეთ. წავედით ახლა. ნახოთ თუ გამიჩერებენ და თუ გადმოხედავს ავტოსტოპის ღმერთი. აბა, წავედით. წამიყვან. წამიყვან. სახით ვიყურებდა. შემოგევლე, მადლობა. აი კაცი ხარ. მე მაქვს კიდე ერთ დამკოლება, მეგობრებო, მე ვარ პირველი საყურიანი თოვლის ბაბუა, რომელიც საქართველოში მოგზაურობს რა ავტოსტოპით და იმედია ეგ ხელს არ შემიშლის, ეს ჩემი საყურე. მე მგონი ეს შავალი მძვრება და არ ვიცი. 2 minutes later. ჯიგარი ხარ. უხარე, მე მგონი ან მაგინებენ ან უხარიათ. აქ მაგინებდნენ თუ უხაოთ და თქვენ გადაწყვიტეთ. მაგრამ უკვე დრო იყო რომ სტოპზე ნამდვილად დამდგარი იყავი და ჩემი პირველი მანქანაც მალევე გავაჩერე. გამარჯობა. საით მიდიხარ? ავტოსტოპის ღმერთმა კი ამ მომენტში ნამდვილად გამიჩალიჩა, რადგან პოლიციის მანქანაში მოვხდი მე, რომელიც ამ ვიდეოში აწერა ლამის პირდაპირ აქციიდან წამოვედი. ახალციხისკენ. სადაც ვიყო გამოვყვებით. წავედით? აი. ჩვენ სადაც გზა წაგვიყვანს. ლოკაცია არ გვაქვს. თქვენი სახელი? მე ვარ აჩი. მოკლედ. მთელი ცხოვრება დავდივარ ავტოსტოპით რა. რაღაც 10 წელია დაახლოებით უკვე. ხო და სულ სხვა ადამიანები მიკეთებდნენ სიკეთეს რა და წელს გადავწყვიტე რომ მე ვაჩუქო რაღაცეები ავტოსტოპს, მაგიტო ვარ თოვლის ბაბუის ფორმით. 3 ტიპის საჩუქარი მაქვს რა, რომელიმე უნდა ამოვარჩიოთ. ერთი არის სამოგზაურო, მეორე არის გასართობი, მესამე არის საბავშვო. ამ სამიდან რომელიც კიდე მითხარით და მე და ზაზამ ძალიან ბევრი ვიკამათეთ თუ რომელი იქნებოდა ყველაზე შესაფერი საჩუქარი მისთვის და აი ეს საჩუქარი ამოვარჩიეთ. სამოგზაურო ინტერნეტი არის Mobinex-ისგან 5 გიგაბაიტი რა, სადაც წახვალ. სულ რომ პაპუა ახალგვინეაში წახვიდე რა, მნიშვნელობა არა აქვს და რავი ზიმბაბვეში ყველგან იჭერს რა. ხო და წესით რიგით კარგად გამოგაგდიო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელის მუნდირზე ვიჯექი, მაინც მალე მოვშინაურდი და სულ მალე ჩემი დავალებაც სანახევროდ შევასრულე, მართალია საჭმელი ვერა, მაგრამ გორში დანკინის ყავებით დავსაჩუქრით. ანუ მე კიდე ავასაჩუქრე ადამიანები აქედაც დამასაჩუქრეს რა, ჯიგრები არიან როგორც ყოველ ავტოსტოპზე ვინც გიჩერებს, ასე რომ ის თავიდან რო ვიძახთი რომ ვიღაცამ არ მომკლას ან სტკო, გეშინიათ მაგის ხალხო, წადით ავტოსტოპით იმოგზაურე. ეგა, აბა, კარგად. კარგად. მადლობა. და სადმე გზაზე კიდე გადავეყრებით. რა ვაზა ეს არის? და აი ესე ჩამოვედი ხაშურში, სამყაროს ცენტრში. წამიყვანე რა იქნება თუ არა და ვიტირე. არ წამიყვანა. არ და ნახეთ რა, სათუთითი მაქვს. როგორ შეიძლება ამას არ გავუჩერო? თითი, სათუთითი. 2 minutes later. გაგვიჩერა. გამარჯობა, საით მიდიხარ? გავუკვებით.
წავედი. წამო. სადაც საგვიყვანთ იქამდე მივდივართ. მე კიდე იქიდან აჭარაში წავალ ალბათ არ ვიცი. აი ბავშვი ყავს ნახეთ. ჩუქები. Ayrılık yaratmaz idi, ben öpmeden yatmaz idi. გამარჯობა. ჩარტყი. კარტონი ძის? არა. საჩუქარი უნდა გაჩუქო. უთხარი საჩუქარი უნდა გაჩუქო. მანგამუნი არის ეგეთი ჩემი მეგობრის კომპანია. ხოდა თვითონ ამზადებს ხის და კეთობებია რა სათამაშოები არის შიგნით. ოპა. ქართული არის და ვერ ხვდები გაუხარდა თუ არა, მაგრამ მე მგონი გაუხარდა. აშკარად გაუხარდა, რადგან მე და ბავშვი მალე დავმეგობრდით და დავძმაკაცდით კიდეც და ბევრი ვითამაშეთ. და ამასთან ერთად სულ მალე მის სანათესაოშიც დარეკა, რომ თოვლის ბაბუა მისი მეგობრებისთვისაც ენახებინა. აი, ჩემი პირველი საკვები მეგობრებო. მანდარინი დავიწყეთ. ჯერ არ გვეჩქარება, მე საღამოს მომშვიდობ ალბათ, მე საჭიროებას მომიწევს რა. კარგად. ჩარტი. აი, ესე ავტოსტოპის გვერდმა ჩამოგვიყვანა ოპიტანის აეროპორტში, აი ნახე ეგეთ და ეხლა რომ სპონსორი მყავდეს, ხალხო წავიდოდეს ამოგზაუროთ სხვაგან, მაგრამ სადმე აქვე მომიწევს რომ გავაგზავნო რა და იცით თქვენ არ რთულია რომ იყო 27 წლის თანწყები ვითუბერი? არ რთული არის, ხო და ამიტომ გამომიწერეთ და დავხმარეთ რომ მალე ავიდე ბევრ ფოლოვერს და მე ეს აქეთ გავჩვიდე. წავალ, სადმე კარგი იქნება რა ვიცი. წავედით ახლა, სად წავიყვას აქედან ავტოსტოპი არ ვიცით. აქ ავტოსტოპის ღმერთმა კიდევ ერთხელ გამიჩალიჩა, რადგან კურტკა, რომელიც აი ამ კადრში ჩანს, მე და გიგის მანქანაში დაგვრჩა და მაღალ მთაში აი ესეთი გაყინვა მიწევდა. გავძლებ. როგორ გადავრჩი ამას YouTube-ის ბოლოს იხილავთ, იქამდე კი გავაგრძელოთ ჩვენი სტოპი სამარგალოში. გამარჯობა. საით ვიდიხარ? ზუგდიდში. წავედი. აკრა სვანეთს ვამბობდი და ეგ არის, სვანეთში დავიდი. აცი? გოჩა ვარ წაბრია, რაცი თბილისში ცხოვრობ, ისე ვარ აფხაზეთიდან ოჩამჩირე. სასი ამოვნოა. ეს გადავიკრა. მადლობა რომ გაგვიჩერე. ამაში მაქვს საჩუქრები რა. ვინც მიჩერებს ყველას თბილისიდან მოვდივარ რა. ვინც გამიჩერა ყველას ვაჩუქე რა. სამახსო ესეთია, სიმბოლურია. სამნაირი გვაქვს რა. ერთი არის სამოგზაურო, მეორე საბავშვო და მესამე კიდე გასართობი რა. მოკლედ ეს არის დიალოგის კარტი რა. ზვაკაცები რო შეიკრიბებით. ოღო იმას მაკაცები, ჩაჯდებით და ბევრს იხატავთ, რა ეგეთ თამაშია. საჭმელი ვერა, მაგრამ ხილი ამ სტოპზეც მოგცეს, მაგრამ ნელ-ნელა უკვე ენერგიაც გვეცლებოდა. ახლა ვართ სამარგალოში, ჩამოსულები. და აქედან მივდივართ მესტიებში. უნდა ნახოთ ხალხი რა სახით მიყურებს. ზუგდიდში ვარ ახლა და ეს თოლის ბაბუის ინფორმაცია, თან ახ მაგარაც ხელა ახლა. სვანეთში ეცეება სავარაუდოდ საგაიფრთ. აი ეს კი იყო მომენტი, როცა მივხვდი რომ დამერხა, რადგან კურტკა აღარ მაქვს. შეგრამდივარ სვან. იმიტომ რომ სადღაც დავკარგე. ესე რომ მოგზაურო ხდება ხოლმე ალბათ. არგია. არგის ნიშანია რომ კურტკა დავკარგე და კურტკის გარეშე ამით დავდივარ სვანეთში. სადღაც დავჭე რომელიღაც მანქანაში, რომლებიც ქართველებიც არ იყვნენ მე მქონი. ავეთ. რადგან მზე ჩადიოდა და კურტკას დავკარგე, თავაზობ ჩემი აყლიოზის ექსკლუზიურ კადრს. ამაზე ჩავიდა და მერხება. ოსაბუა, კიუტი. წამოყანი. ესე რო გეუნები, ესე აქვე მიდის და ქალაქში რჩება, ესე გამოდის რა. ეგ გამოსასვლელში ვარ ქალაქში, მაგრამ ეს ნიშნავს რომ აქვე რჩება, ვინც ავტოსტოპზე გამოსვლები ხარ, რო იცოდეთ. ამან აქვეო ესე მარიშნა, ესე იგი იქეთ მივდივარო, ახლოშიო, ამანაც ეგრე ესე. მე მინდა სვანეთი. აი, იმენა სვანეთის მანქანა მოდის. იმენა სვანია ძმაო. აბიჭე, როგორი გადავჭით. როგორი ბოლომდე მივდივარ თუ რა, ვერ გავიგე, მაგრამ წავიდეთ. თქვენ სანამ მიდიხარ? მესტიამდე გამოკვებით მაშინ. ეს ფორმა ავტომატია გაინტერესებს ალბათ. წელს გადავწყვიტე რომ ამ ფორმით წამოვიდე საახალს. და გზაში ვინც მიჩერებს ყველას პატარა სამახსოვრო საჩუქრს შუქი. გავუძლებ რაღაცნაირად. კურტკა დავკარგე გზაში, ერთ-ერთ მანქანაში დავრჩა. ხა თუ გამიჩერებდით არ მეგონა რა, ისე მივდივართ რომ არც სახი გვაქვს არაფერი რა, იქ უნდა მერე ვნახოთ რამე რა, არ ვიცი. შვილები გყავთ? რამდენი წლები არიან? მომეცაჩუქარი. სამახსოვროდ. ანუ გასენჯელის კომპანია ჩემი მეგობრის. ხო და ანუ
ჩვეულებრივ თომზე ბევრად მაგარია რა. ანუ გაუსწორდება ძალიან. ხო და მინდა რომ წავუყო. მესტიაში დავდივართ ხალხო. ეხა ერთ-ერთი რაც დარჩა, არის რომ სახლი არის საშოვნი რა. მესტიამდე დიდი გზა იყო, მაგრამ გზაში კიდევ ერთხელ გავაჩერეთ და აქაც რა თქმა უნდა ერთი ადამიანი გავახარეთ. აი შე, აჩუქა, თოლის ბაბუა. ხო კარგად იქცეო, წელს. ახარე ხალხ, ეუნები. ჩემი თოლის ბაბუა არ ყოლია ჯერა, თო. ეს ბიჭი ხო გახსოვს? გავძლებ. ხო და ეხა მოგიყვებით რა მოვიდა ამ ბიჭს მის სამყაროში. გავძლებ. ჩამოვედი ხალხო მესტიაში ვარ. ესე რენდომად. ყველამ კარგად გამიჩერა, მაგრამ ანუ არავინ სახში არ დაგვიტოვა, მოკლედ ესეთი ამბავია, რეალობა ეგეთი არის. ხო და ეხა კურტკას დავკარგე. აღარს კურტკა მაქვს და ესე ვიყინები -4 არის ჯაჯერობით -11-ია მოსავადანი დღეს და ეხა ორი ამბავი გვაქვს რა, რომ ან კარდა დავიძახოთ და ვიღაცებს თხოვოთ და დაგვიტოვონ, იმიტომ რომ ჩვენი ჩელენჯი ეგეთია, რომ ფული არ უნდა გადავიხადოთ დღეს და არ გვაქვს. ან რავი, ვინმე მეგობარს უნდა ვთხოვოთ და დაგვიტოვოს. ნახოთ რა გამოვა, არ ვიცი, ჯერჯერობით ისე თუ არაფერ ვიპოვე შეხედე? ბიჭო არა, ცუდი ხო იცი შენ? კაი რამეა რა, მოიცადი აქიდან. აჰა, იმ ბალიშა დავიდებ ჩანთას რა და მაგარია ძმაო. -11-ში ხალხი გამოქვაბულში ცხოვრობდა, მე ერთი ხამი ვერ უნდა გავზო და გავძლებ. გავძლებ. ხო, მაგრამ არ დანებდით მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ახალი წელია. ეს ტინდერის მეჩიც ეხა არ გაჩითავს რა, მარტო ძაღლებს მევასებ, ჩემ ჟაფონტია, ნახე დამითრია მკლავს. კარგი, მოკლედ, სანამ სულ გავიყინე და ჯერ კიდე ხელებში გძნობელობა მაქვს და ჩემი კურტკა არ ვიცი სადაა. წავედით, ხალხს დაუძახოთ, ან რა მივწეროთ, რა მივქნათ, სახლი უნდა გავაზრო ვეჭვენ. მოდი სწორს დავდებ რა. და თან სახლებში ჩამოვივლი, რომ ვიღაცებს დაუძახო, იქნებ დამიტოვოს. წავედი. დავდივარ ქუჩებში და დარარა ეს მღერა ამჩემდა წინა მანქანის სტოპიდან. ავტოსტოპის ღმერთმა ბოლომდე მაინც არ გამწირა და როცა ყველა იმედი გადაწრული იყო, ხლად არ გაგვწირა, მოკლედ გუნებამ და ერთი საათი რომ იქ პოზიორობდით გარეთ და გვინახეს ამ თოვლის ბაბუის ფორმით, მე გიგიც იცლეს და მოკლედ დაგვატიჟეს აქ რა შემოვედით ლაილაში ვართ ეხლა. იცით ხალხო რას ნიშნავს YouTube-ის გადაღება, რომ მთელი დღე არ გიჭამია კვდები დილიდან პირველი საჭმელი, რომელსაც გვაძლევენ რა უფასოდ და მაინც იღებ, იმიტომ რომ უნდა გადაიღო რა. კი არ ჭამი იღებ ჯერ რა და დაკეთებ ჭამოთ მაგის დედასო. ოს გიგი მეხმარება რომ გადავიღო ეს ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა. შოუსწავლობს და უფრო მეტი რაღაცები გაიჩნდება მალე. ჭამე დედა შემოგევლას ვით. ესე მითხრა, აჩიმენდე უთხარია ხალხი. ამასობაში კი ჩემს Instagram stories-საც გამოეხმაურნენ და სახლიც ვიშოვე. ალო. ანა გამარჯობა. მე აჩი ვარ ჭინჭოს მეგობარი. როგორც ანა მითხრა, შეგიძლია რომ დღეს შეგვიფარო და რამდენად მართალია ეს ინფორმაცია? კი, მართალია, რამდენ ხანში იქნებით? ჩვენ ახლა ვარ ცენტრში და აქედან წამოვალთ და თუ რამე გაგვიჩერებს და გამოგვიყოლებს, მალე ვიქნებით ძალიან. ამირეკეთებოდე რომ ხარ. კარგი, მადლობა დიდი. ცოტა ხანში გინახავთ. ავტოსტოპის გვერდმა განვუხედა მართალია და ასევე ჩემმა მეგობარმა ანა ჭინჭარაობა, მადლობა ანა. და გვეხმარება რომ დღეს გადავრჩეთ და არ დავიხოცოთ სიცივეში. წავედით ახლა იქამდე არის სადღაც 4 კილომეტრი. მოგვინდა ფეხით უნდა გავცუნცუნდეთ თუ ავტოსტოპმა გაგვიჩერა ისე ავტოსტოპის გვერდმა. აბა, ჰე, უცი ანგარი შემდეგია? აჰა. სვანი ხალხი არის. ყველაზე კაი კუთხეა მარტო თუ ვინმე არ ყოფილ სვანეთში, იცოდეთ რომ ყველაზე მაგარ კუთხეში არ ყოფილხართ. ხო და სასეოდაც ყველაზე კაი ადგილია. რავი, ავტოსტოპით კიდე ამოვედით, რავი, ძალიან მარტივად და მანქანით წამოდით, ნუ გეზარებოთ სვანეთში ამოსვლა, მაგარია ძალიან. სამწუხაროდ შარვალი ნაჭამზე ჩამძვრა, მაგრამ ჩვენ დასაბედნიეროდ მანქანა ძალიან მალე გავაჩერეთ და ამ ადამიანმა სასტუმრომდე ბოლომდე მიგვიყვანა. ჩათლახი დიალოგის კარტებით კი რა თქმა უნდა ეს ადამიანის დავასაჩუქრეთ. მოვედით ხალხო, მოვედით.
ანუ ისე ჩამოვედით, რომ სვეტში 1 ლარი არ დაგვიხარჯია. ალო. აი, მოვედით. ძაღლი ხო არ თქვენ ხართ? აი, ძაღლი რო არის და გარეთ 2 კაცი ვარ, ჩვენ ვართ კი. მე გპირდებით მეგობრებო, რომ მე არ ვიქნები ინფლუენსერი. მე ვიქნები კარგი ინფლუენსერი და იუთუბერი, ამიტომ გამომიწერეთ, დამაფოლოვეთ, დამეხმარეთ, რომ გავხდე კარგი იუთუბერი და არა იუთუბერი. აი, YouTube-ს წერთ დილიდან და თან მოგიყვები რას ვაკეთებ, თან საჩუქარის მოგიტანე. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვივასპინძე და გადაგვარჩინე. იცი, ბარემ საჩუქარი უნდა მოგცე. მოკლედ ეს არის ფოტოაპარატი. ახლა როგორია? Flip Shop-ი არის ჩვენი მეგობარი კომპანია ეგეთი და ესეთი საყვარელი ფოტოაპარატი. თანუ წყალგამძლეა რა. თოშიც გაძლევს სავარაუდოდ. რადგან მთელი დღის ნამგზავრები ვიყავით, დიდხანს აღარ გავჩერდით მისაღებში და საძინებელს მივაშურეთ, რადგან მეორე დღისთვის უკვე ენერგიები გვქონოდა. და რადგან ამ სასტუმროს ჰქონდა აუზი, რომელიც იყო დათოვლილი და თან გაყინული მეორე დღისთვის გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში. ბიჭო ძალიან ცუდია. ამას იმიტომ ვაკეთებ მეგობრებო, რომ შემდეგი ვიდეოს თიზერია. სადაც მივდივარ და ხო და გამომყევით თუ არ მოვკვდი. მაგარია. მართალია აქ წყალს ჩასვლა არ გამომივიდა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს არის პატარა ანონსი იმ დიდი ამბის, რომელიც შემდგომ YouTube-ის ვიდეოში იქნება და რომელსაც აუცილებლად გავაკეთებ. აქ კი ჩვენს მასპინძელს დამამშვიდობეთ და ჩემი ბოლოს თქვის შესაწერად რა თქმა უნდა ხაწვალზე ავედით. საჭმლის საფასურად ესე გადავწყვიტე, რომ ასრულდა ჩემი მოგზაურობა, ისე რომ არც ერთ ლარი არ დაგვიხარჯია და სრულიად უფალო ჩამოვედით სვანეთში, დავრჩით და ასე შემდგომ. მადლობა ჩემს სპონსორებს, ვინც დამეხმარნენ, ჩემი მეგობრების კომპანიები იყო და რაც თავარია გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ მე უცხოეთში რომ წავალ, იქაც ძალიან ბევრი საინტერესო რამე განახოთ რა. ყაზბეგი, ჩემი მომავალი სპონსორი, ყაზბეგო და მას სპონსორი. აბა, წავედით.